მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე თენგო ომანიძე გახლავართ, ეს გადაცემა ახალი პარადიგმა. დღევანდელ ეთერში ჩვენთან სტუმრად იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი ბატონი გიორგი ირემაძე, ვისთან ერთადაც ვისაუბრებთ როგორც საერთაშორისო პროცესებზე, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე. გარდა ამისა, გადაცემის ბოლოს გვექნება ინტერაქტივით, შეუძლია მაყურებელს დარეკოს და ამას გარდა დღეს ოდნავ განსხვავებული ფორმატი გვექნება იმ კუთხით, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე თქვენ შეგიძლიათ დააკომენტაროთ თქვენი შეკითხვები, რომლებსაც ასევე გავაჟღერებთ ეთერში და ასევე გვექნება ამაზე გამოხატული პოზიციები, ასე რომ მოგიწოდებთ აქტიურად, მით უფრო რომ მართლა ძალიან ბევრი ალბათ ბატონო გიორგი სასაუბრო გვიახლოვდება 20 იანვარი. იქით დაურშაბათი უკვე არის 20 იანვარი, ეს ის ნანატრი თარიღია, როდესაც რაც გვესმის ბოლო ალბათ რა ვიცი 2-3 თვეა, თითქმის ყოველდღიურად რომ აი მოვა 20 იანვარი, შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. რამდენად გააქვთ ამისი მოლოდინი ტრამპის ოფიციალური უკვე პრეზიდენტობა, ტრამპის ადმინისტრაციის ჩამოყალიბება, მოდით პირველ რიგში ვთქვათ რა გავლენა ექნება ამას მსოფლიოზე. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ვისაუბროთ კონკრეტულად საქართველოზე, კავკასიის რეგიონზე, მაგრამ ის რიტორიკა, რითიც მოდის ტრამპი და მისი გუნდი მმართველობაში, ბევრისთვის იწვევს შეშფოთებას, მათ შორის დასავლეთში. ბევრისთვის ეს არის უბრალოდ რაღაც ეპატაჟირო ყურადღების მიქცევის მცდელობა. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხებს, რა პოლიტიკას აირჩევს, რა იქნება ტრამპის პრიორიტეტები პოლიტიკაში? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ მაყურებელს. ესე იგი, სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკას აირჩევს ტრამპი და შეერთებული შტატები ახალ ფორმატში, ახალი ადმინისტრაციით, კონგრესით და სენატით განახლებული პარლამენტით რა პოლიტიკას გაატარებს, ხო? მაგრამ ამაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ იმაზე ძალიან ცოტა თუ საუბრობს, რომ ზოგადად შეერთებულ შტატებში მით უმეტეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ესე იგი ძალიან სერიოზული კრიზისი აქვს და სავარაუდოდ ტრამპი აირჩევს იზოლაციონისტურ პოლიტიკას, როგორც თავადაც აცხადებს, თუმცა მან უკვე ასე ვთქვათ მოზომა ის ტერიტორია, რომელზეც ექნება პასუხისმგებლობა, როგორც ოფიციალურად ცხადდება, სინამდვილეში ეს იქნება გავლენის სფეროები, მით უმეტეს ტრამპმა განაცხადა უკვე რომ გრენლანდიას ასე ვთქვათ გრენლანდია შეუერთდება შეერთებულ შტატებს, ასევე კანადაც, რომელიც დაკავშირებული იყო ბრიტანეთთან. და ეს ორი ძალიან ასე ვთქვათ რესურსებით მდიდარი ტერიტორია, მოდი ასე ვთქვათ ტერიტორია დავარქვათ, იქიდან გამომდინარე რომ ტრამპის ლოგიკა ესე მუშაობს და ის ფიქრობს რომ აი ამ პოლიტიკით, ის ხისტი პოლიტიკით იქამდე სანამ პრეზიდენტი გახდება ოფიციალურად უკვე გაჟღერებულია ეს და მოგეხსენებათ ახლა რესპუბლიკელების და დემოკრატების პოლიტიკა განსხვავდება რითი, ხო? მათ აქვთ აი სიმბოლურად აქვთ ნიშანი, ერთს რესპუბლიკელებს სპილო aქვთ, ხო? და გერბზე თუ სადაც პარტიული სიმბოლიკა და დემოკრატებს აქვთ ვირი, ხო? სასაცილოც არის, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელებს აქვს ხისტი პოლიტიკა, ანუ ისინი მოქმედებენ საომარი ინტერვენციით უფრო მეტწილად, ესე მოქმედებენ და დემოკრატები მოქმედებენ უფრო საბანკო პოლიტიკით, ადგილობრივი მოსახლეობის დეგრადაციის ხარჯზე, ამ ქვეყნის დამორჩილებით და კოლონიად ქცევის პოლიტიკით, ანუ კოლონიად რო აქციოს ერთს აქვს მეთოდი რომ პირდაპირ ინტერვენციით შევიდეს სამხედრო, მეორეს აქვს პოლიტიკა რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობის დეგრადაცია მოხდეს იგივე LGBT პროპაგანდით, იგივე საბანკო სისტემაში ადგილობრივი მოსახლეობის კაბალაში ჩათრევის პოლიტიკით და მათი აი მევახშეობით ხალხის დამორჩილების და ასე შემდეგ, ხო, იგივე მულტიკულტურალიზმი, რაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა კონტრიბუცია რაც მიიღეს ფაშისტური გერმანიიდან, ის მესამედი ნაწილი გამოიყენა მულტიკულტურალიზმში, განავითარა ჰოლივუდი, განავითარა ის ეგრეთ წოდებული მუსიკა, მძიმე მუსიკა, რომელიც პირდაპირ ტვინზე მოქმედებს, ფსიქიკაზე მოქმედებს ახალგაზრდების და ისინი ხდებიან ბიო
რობოტები, როგორც ისინი ეძახიან დასავლეთში და ხდებიან, ასე ვთქვათ, იმ ეგრეთ წოდებული დემოკრატიის და შეერთებული შტატების ძირითადი ეს პოლიტიკური ხაზის გამტარებლები, არაცნობიერი აგენტურა, ასე ვთქვათ, ანუ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ იმ შეერთებული შტატების პოლიტიკის გამტარებლები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი მუშაობს ესეთი ფსიქოლოგიური მეთოდებით, ხო, რასაც ისინი დიდი ხანი ანგლოსაქსებს აქვთ მოგეხსენებათ, ну, რა ვიცი, რამდენიმე საუკუნოვანი გამოცდილება იმისა, რომ კოლონიებად გადააქციონ კონკრეტული ქვეყნები და შემდეგ უკვე მართონ და მიიღონ იქიდან დივიდენდები, რესურსები და ეს ამით საზრდოობენ, აძლიერებენ მიტროპოლიას, ჯერ ბრიტანეთი იყო მათი ცენტრი პოლიტიკური, შემდეგ შეერთებული შტატები გახდა და ეხლა სხვა ცენტრს ეძებენ, თუმცა შეერთებულ შტატებშიც უნდათ რომ არ დაკარგონ ის ძალაუფლება, რომელიც დიდი ხანია არსებობს. თუმცა შეერთებულ შტატებშიც ძალიან სერიოზული პრობლემები არის, ну ამაზე ალბათ ყველა გადაცემაში გამოსვლისას ვსაუბრობ და მე მინდა რომ აი დღეს ცოტა სხვა კუთხით დავინახოთ და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ტრამპი უკვე მოდის პრეზიდენტად და ის აშკარა არის რომ ყველაფერი შეიცვლება, მათ შორის შეიცვლება ის ფიგურებიც, ну დაახლოებით 30 ადამიანი არის, ვინც ტრამპის გარემოცვაში ითვლება, მაგრამ ამ 30 ადამიანიდან სავარაუდოდ ტრამპი დატოვებს მხოლოდ, ну დაახლოებით 800-900 მაქსიმუმ. დანარჩენს შეცვლის. ну ასეთი ვარაუდები მოლოდინი არსებობს და შესაბამისად ესეც უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ მაგალითად თუ ყავდა მაგალითად გენერალური პროკურორის კანდიდატად სულ სხვა ადამიანი, დღეს დაინიშნა ქალბატონი, ანუ სხვა ადამიანი იქიდან გამომდინარე, რომ წინა კანდიდატს მოუწყვეს სკანდალი და მოუწია ტრამპს რომ შეეცვალა კანდიდატი და ასევე სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით, ძირითადად საკვანძო კანდიდატებთან დაკავშირებით მას მოუწია, ასე ვთქვათ, შეცვლა იმ სტრუქტურის არა, კანდიდატების შეცვლა, იქიდან გამომდინარე, რომ იგივე deep state-ად წოდებული ის ლიბერალური გუნდი, რომელიც არა მარტო დემოკრატებში არის, არამედ რესპუბლიკელებშიც არის და ის იქ შიდა დაპირისპირება მიდის არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ პარტიის შიგნითაც. ამიტომ ტრამპს იქ სერიოზული ბრძოლა ექნება ინაუგურაციის შემდეგ. მან უკვე განაცხადა, როგორც მოგეწეღამ თქვი, რომ და ერთი თვის განმავლობაში ამაზე ვლაპარაკობთ, გრენლანდიაში, ეხლა რამდენიმე დღის წინ ტრამპის უფროსი ვაჟი ჩაბრძანდა გრენლანდიაში, იქ ასე ვთქვათ, ფორმალურად რაღაც ღონისძიებები გამართეს და მონიშნეს რა, უკვე ამზადებენ იქ ადგილობრივ მოსახლეობაში ამზადებენ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ გრენლანდია გადავა შეერთებულ შტატებში, მაგრამ გრენლანდიაში ახლა დაახლოებით 56,000 ადამიანი არის მოსახლე და ეს ხალხი იძახის, რომ კი ჩვენ გვინდა მათ უნდათ რომ შეერთებულ შტატებთან იყვნენ სამოკავშირე ურთიერთობით, მაგრამ მათ არ უნდათ რომ შეერთებული შტატების შემადგენლობაში იყვნენ, გესმით? და ამას მოყვა ტრამპის გუნდის მხრიდან განცხადება, რომ გრენლანდიაში არ გამორიცხავენ სამხედრო ინტერვენციას. ანუ თუ ესე იგი არ გამოვა რეფერენდუმით და ნებაყოფლობით მიერთება, ისინი სამხედრო თვალსაზრისით მოახდენენ ინტერვენციას და ამისი მიზეზი, უკვე განაცხადა ტრამპმა და საბაბს მოგეხსენებათ, ეხლა იპოვიან, ხო, რა პრობლემა არის, მით უმეტეს დახელოვნებულები არიან. და მით უმეტეს დანია ახლა არ არის ესეთი სახელმწიფო, რომ ვიღაცამ მას ანგარიში გაუწიოს, ან კიდე მას რაღაც ასე ვთქვათ დაეკითხოს გრენლანდია ვის მხარეს იქნება. კანადას რაც უკავშირდება, კანადაში უკვე მოგეხსენებათ, ტრიუდო უკვე აღარ არის, ტრამპის ერთი სიტყვით ის მან დატოვა პოსტი, ხო?
ეს უკვე იმის მანიშნებელი არის, რომ კანადის საკითხი გადაწყვეტილია და ისმის კითხვა რაში ჭირდება ეს ტერიტორიები, ხო? მნიშვნელოვანი შეკითხვა, იმიტომ რომ ეს ფაქტურად ანადგურებს ამერიკის იმიჯს იმ კუთხით, რომ ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ მხოლოდ რუსეთი იყო ეს აგრესორი, რომელიც მეზობლის ტერიტორიებს ითვისებს და დასავლური პროპაგანდა, რიტორიკა დასავლური რაც იყო, მდგომარეობდა ზუსტად იმაში, რომ იმპერიის ხანა დასრულდა. სამყაროში აღარ არის უკანასკნელი იმპერიაა რუსეთი დარჩენილი, რომელიც იფხრობს მეზობლების ტერიტორიებს ძალისმიერი მეთოდებით. ეხლა დღეს თვითონ ტრამპი იწყებს ამ ყველაფერზე ლაპარაკს. ეს ხო ნიშნავს, რომ რაღაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს ეს. იცით რა არის? ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებულ შტატებს და კონკრეტულად დონალდ ტრამპს და მოგეხსენებათ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი, მას ის წარმოადგენს კონკრეტულ კლანს, მე ამაზე ვისაუბრე წინა გადაცემაში, თუმცა მოკლედ გავიმეორებ, რომ დემოკრატების ასე ვთქვათ დღევანდელი ელიტა, იგივე კლინტონები და სხვები არიან უფრო ახალგაზრდა ელიტა, რომელიც წარმოიშვა ბრეიტონ უდის სისტემის დაარსებიდან 1954 წელს, როდესაც დაარსდა დოლარის სისტემა ჩაეშვა უკვე ასე ვთქვათ წარმოებაში და დაიწყო დოლარის ბეჭდა როგორც საერთაშორისო სავალუტო და საინვესტიციო ვალუტის. ზუსტად იქიდან იმ ძველმა ელიტამ, რომელიც სათავეს იღებს, რა ვიცი, მე-19 საუკუნიდან ესივე იგივე ბრიტანეთიდან გადმოსული ელიტა, რომელიც გაძლიერდა შეერთებულ შტატებში უკვე და როგორც კოლონია ჩრდილო ამერიკა აქცია უკვე ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ეს ძველი ელიტამ, ამ ძველმა ელიტამ შექმნა ის ახალი ელიტა, რომელსაც აი დღეს ბაიდენი წარმოადგენს, რამდენიმე დღეში ეს ბაიდენი ანუ პოლიტიკური მუმიას, როგორც ჩვენ ვეძახით, ის აღარ იქნება და მისი ელიტაც, ასე ვთქვათ, დასრულდება ფაქტიურად. მაგრამ ბრძოლა ჯერ წინ არის. მე ვიძახი, ფორმალურად დასრულდება, იქნა გამომდინარე, რომ ეს ტრამპის მომხრეები, ხო, ტრამპის გუნდი აპირებს, რომ საბოლოოდ, გაანადგუროს რა ის ლიბერალური ელიტა, ან კიდევ გადააფორმატიროს და ეს ლიბერალები, რომლებიც აი საბანკო სისტემით და დოლარის სისტემის შედეგად გაძლიერდნენ, ისინი აი ეს დემოკრატები არ აქვთ მათ დიდი გამოცდილება პოლიტიკური და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდნენ, ზედმეტად აძლიერებდნენ წნეხს, იგივე აი ხარკის მიღების წნეხს. ხარკის მიღებას რას ვეძახით, რომ ესე იგი, როდესაც დოლარს ყიდულობს სახელმწიფო, ამაზე ხშირად გვისაუბრია, იგივე საქართველოს აქ მაგალითად დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის რეზერვი, რაც ნიშნავს ესე იგი, ხარკს რა, ესე იგი, ყოველწლიურად წინა წლებში საქართველოს ყიდულობდა შეწერილი თანხაა რა? კი, აი, ფარატინაკ აღარდებს დოლარებს ყიდულობენ, რეალური რესურსი მიდის შეერთებულ შტატებში და ეს არის იგივე ხარკი, ხო, ადრე თუ ხარკს ეძახდნენ, ეხლა უბრალოდ ძალიან ადრეს ის არაბები რო გვადებდნენ ხარკს, იმას კი არ იძახდნენ, რომ აი მე მოვედი რომ დაგჩაგრო და წაგართვა. მაშინაც რაღაც არგუმენტი ჰქონდა, რომ აი ჩვენ მაგალითად მასლამას დაცვის იგელია, ხო? პირველად რომ შემოვიდეს ჰაბიბი მასლამა დაიპყრო იმჟამინდელი ქართლი და ასე შემდეგ და დაცვის იგელი დადო და მაშინაც ხარკის გადახდის მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ რო შევძლოთ თქვენი ეფექტურად დაცვა ამისათვის გვჭირდება, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ. ზუსტად იგივე აი ნატოს წევრებს რო ეხა ახდევინებენ მშპ 3% უნდა გადაიხადოთ, რომ იძახის ტრამპი ხარკია ეხა ეგ აბა რა არის, აბა ის რომიც იმიტომ იღებდა ხარკს კოლონიებიდან, რომ იმასაც გამართლება ქონდა რეგიონი. ბატონო თემგო, აი თქვენ და მე მესმის და რა თქმა უნდა იმ ეკონომისტებს საქართველოში, ვინც ერკვევა ამ სისტემაში და ჩვენ ამას პირდაპირ ვეძახით ხარკს, იმიტომ რომ მართლაც ესე არის, მაგრამ ოფიციალურად ცხადდება, რომ ეს რეზერვი იმიტომ უნდა იყიდოს სახელმწიფომ, რომ გააძლიეროს ეროვნული ვალუტა. სინამდვილეში ეს 300 და 400 მილიონი დოლარი ყოველწლიურად რო ყიდულობს ეროვნული ბანკი და აკონსერვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ და ამ დროს, როდესაც მიდის ეროვნული ვალუტის ინფლაციის პროცესი და არ იყენებს ამას. ფორმალურად ეხლა თუ იყიდის 400 მილიონ დოლარს წელიწადში და ყიდის 30 მილიონს, ეს არაფერი არ არის. ხო, უბრალოდ სათქმელად აქვთ, რომ აი ჩვენ გავყიდეთ, იმიტომ რომ გავაძლიეროთ ეროვნული ვალუტა, მაგრამ სინამდვილეში ხო 90% იმ მიღებული დოლარისა არ იყიდება და კონსერვდება, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია კიდე დაბეჭდოს, კიდე იყიდოს საქართველოში რესურსი და
შესაბამისად ეს ხარკის სახით მიდიოდა. ეს ერთი სქემა, ბევრი სქემებია კიდე იგივე ხარკისა, იგივე საინვესტიციო სქემების და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პირდაპირ ცხადდება, რომ ეს არის უბრალოდ ინვესტიცია, ეს არის რეზერვის გაძლიერება და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გადასახადი ყოველწლიურად, რომელსაც დოლარის სისტემით შეერთებული შტატები ძარცვავს მსოფლიოს, ხო? მაგრამ გასულ წელს ამაზეც ვისაუბრე უკვე, რომ საქართველოს გადადგა ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც, ესე იგი 2024 წელს საქართველოს მიყიდა დოლარის ნაცვლად იყიდა ოქრო, დაახლოებით 7 ტონა ოქრო, 530 მილიონი დოლარის და ამ მერე კიდე დივიდენდები მოიტანა იქიდან გამომდინარე, რომ ოქრო გაძვირდა და 77 მილიონი პლუს წლის ბოლოს დაემატა იქიდან გამომდინარე, რომ ოქრო გაძვირდა და შესაბამისად ამავე დროსაც, ესე იგი 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა დაახლოებით 500 მილიონი დოლარი. ანუ ყიდვის ნაცვლად გაყიდა დოლარი, იყიდა ოქრო. ესე იგი შეუწყვეტეთ ხარკის გადახდა, ამაზე რა თქმა უნდა, მათ შორის ესაც არის მიზეზი, ეს არ აფიშირდება, ამაზე არ მიდის საუბარი, იმიტომ რომ ბევრი ეკონომისტი ვერ ერკვევა იმ სიღრმეებში, ეხლა ის რო თქვას, მაშინ ისიც უნდა თქვას, რომ ადრე უხდიდნენ შეერთებულ შტატებს ხარკს და ეს იმალება ეს ინფორმაცია, მაგრამ საბაბად ის მოაქვთ, რომ ვითომ რაღაც დემოკრატიის უკან დახევა არის თუ რაღაც, რასაც ჩიტის ენას ეძახიან რა, ეს ანუ გაუგებარი განცხადებები რო კეთდება სახელმწიფო დეპარტამენტისგან, იგივე მეთიუ მილერმა რაც განაცხადა, რომ ვითომ რაღაც დემოკრატია საფრთხე ექნება თუ რაღაც და ეს არის საბაბი იმისათვის, რომ მას დააწესონ სანქციები. ამაზე მე ვისაუბრებთ, როდესაც საქართველოს კონტექსტთან დაკავშირებით თემებზე გადავალთ და რაც შეეხება ახლა შეერთებული შტატები ცვლის პოლიტიკას, იქიდან გამომდინარე, რომ შტატებს ექმნება სერიოზული კრიზისი, მათ შორის დეფიციტი, ბიუჯეტის დეფიციტი წლიურად უკვე 30% არის, ანუ 2 ტრილიონის უნდა ისესხოს შტატებმა ყოველწლიურად, რომ შეავსოს ბიუჯეტი და დეფიციტი არ კონდეს და არ ჩამოეშალოს სახელმწიფო სტრუქტურები, ხო და შარშან, ესე იგი წლის დასაწყისიდან ჩვენ ვნახეთ, რომ შტატებმა ვერ დაამტკიცეს ბიუჯეტი წლიური, მათ დაამტკიცეს რამდენიმე თვის, ანუ 3 თვის ბიუჯეტი და შემდეგ უკვე გააგრძელეს. ანუ ეტაპობრივად დაამტკიცეს ბიუჯეტი, რაც წარმოუდგენელი იყო, მაგალითად 5 წლის წინ, 10 წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო და დღეს ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად მიიღება შტატებში, იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისია. მერე ინფრასტრუქტურა, იქ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა საერთოდ შესაძლებელი არის. ჩვენ გვახსოვს წინა წლებში როგორ ეჯახებოდნენ მატარებლები ერთმანეთს და გადადიოდნენ რელსებიდან და იქ მათ შორის ქიმიური ნივთიერება გადაქონდა ცისტერნით ერთ-ერთ მატარებელს და ვაშინგტონიდან დაახლოებით 150 კილომეტრში აფეთქდა ის რელსებიდან გადასვლის შემდეგ და კოსმოსიდანაც ჩანდა იქ ალი რამდენად ის გამონაბოლქვიდა ის დაზიანება ეკოლოგიისა კოსმოსიდანაც ჩანდა და ჩვენ ხედავდით რომ ინფრასტრუქტურა შეერთებულ შტატებში ინგრევა ცნობილი ფაქტია რომ ამერიკაში ძირითადად სატრანსპორტო ანუ მანქანებით ხდება ტურისტების გადაზიდვა და ლოჯისტიკა ამაზე არის აწყობილი. ტრასებს აწყობენ, ხო? ტრასების, მაგრამ აქაც ერთი მომენტი არის რომ ბენზინი იმდენად ძვირდება, მაგალითად ეხლა სტატისტიკას გადავხედე დღეს და ესე იგი ტრამპის პირველი ვადის დროს 2016-2020 წლებში ბენზინის ღირებულება იყო ლიტრაზე დაახლოებით 60 ცენტი. დღეისათვის, ანუ ბაიდენის მმართველობის დროს 40%-ით მოიმატა. ანუ დღეისათვის დაახლოებით $1. ამაზე ტრამპიც საუბრობდა და რა თქმა უნდა ეს უკვე პირდაპირ მოქმედებს იმაზე რომ ლოჯისტიკაზე რაც გადაზიდვებზე ასე ვთქვათ ტვირთ ბრუნვაზე შეერთებული შტატების შიგნით და რა თქმა უნდა ეს პირდაპირ მაჩვენებელია ეკონომიკის დეგრადაციისა და პრობლემატური არის მით უმეტეს იქიდან გამომდინარე რომ შეერთებულ შტატებს იმპორტირებული ნავთობი ჭირდებათ ანუ თვითკმარი სახელმწიფო არ არის მით უმეტეს მიუხედავად იმისა რომ ნომერ პირველი სახელმწიფოა ნავთობის წარმოებით ხო
აწარმოებს დაახლოებით 11-12 მილიონ ბარელს დღეში და მაშინ როდესაც დღეში ჭირდება დაახლოებით 20 მილიონი ბარელი და დაახლოებით 9 მილიონი ბარელის იმპორტი ხდება შეერთებულ შტატებში, მათ შორის კანადიდან 4 მილიონი ბარელის ნავთობის იმპორტი ხდება და ეს მომენტიც არის, რომ კანადას თუ შეიერთებს იმ დაახლოებით 40%-ის იმპორტისა ყიდვა აღარ დაჭირდება კანადიდან, ხო? ეს შეღავათი არის. მეორეს მხრივ, ესე იგი, ნუ მათ შორის გრენლანდია, თქვენ კითხვა დასვით, რომ მიზეზი რა არის და ამ კანადისა და გრენლანდიის მიერთებისა მთავარი მიზეზი არის ეს, ესე იგი, რესურსები კანადაში და გრენლანდიაში არსებული რესურსები. მეორე მიზეზი არის, რომ არქტიკაში უნდა ტრამპს რო გაჭრას ის ლოჯისტიკური გზები, არქტიკაში მოგეხსენებათ რუსეთმა ძალიან სერიოზული ლოჯისტიკური გზები მოაწყო, მათ შორის ჩინეთიდან ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის გავლით უკვე ევროპაში რომ მივიდეს ტვირთები ჩინეთიდან თუ შტატები დაუბლოკავს პორტებს სამხრეთით და მესამე, ნუ ეს ჩემი აზრი არის, მესამე მიზეზი ის არის, რომ ელექტორატისთვის თქვას, რომ აი იცით რა მე დაახლოებით 60%-ით გავზარდე, ესე იგი ქვეყნის ტერიტორია და ეს არის ეს იმას მიუთითებს, რომ მე მაგარი პრეზიდენტი ვარ. ხო, შორის კანადის შეერთების შემთხვევაში შეერთებული შტატები ზომით გახდება პირველი სახელმწიფო, რუსეთსაც გაუსწრებს ზომით, იმიტომ რომ ნუ კანადა იცით რომ არის მეორე სიდიდით ყველაზე მეორე ყოველ შემთხვევაში ახლა მე არა ვარ გეოგრაფიის სპეციალისტი, მაგრამ ეს მომენტიც არის, ეს საკმაოდ ისეთი არგუმენტი არის და ისეთ ფსიქოლოგიურად მოქმედებს, ნუ სოფლიო მასშტაბით იტყვის, რომ აი ჩვენ ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო ვართ და ასევე მნიშვნელოვანი არის პანამის არხი. პანამის არხი მოგეხსენებათ პირდაპირ დაკავშირებული არის ევრაზიის კონტინენტთან, ანუ რუსეთთან და ჩინეთთან, რომელებმაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მოახდინეს იქ, ნუ ვენესუელა, სხვა ქვეყნები, რომლებთანაც იგივე ბრაზილია შედის ბრიქსის ქვეყნებში, ხო? და ესენი მოკავშირეები არიან და პანამის არხის გადაკეტვით ну ფაქტურად შეერთებული შტატები გადაუკეტავს ევრაზიის ლოჯისტიკას. რა ნორმალურ ტარიფებს დააწესებს მის ნებაზე იქნება ხო რა თქმა უნდა და ესე იგი მოკავშირეების გზას მოუჭრის. მოკავშირეებთან პირდაპირ კომუნიკაციას. ну ეს პირდაპირ უფრო ჩინეთზე იმოქმედებს და ამავე დროს შეერთებული შტატებს უნდა რომ ვენესუელის ნავთობი დაიბრუნოს. იმიტომ რომ მოგეხსენებათ რაც წეღამს თქვი რომ იმპორტზე არის დამოკიდებული შეერთებული შტატები ნავთობის მიმართულებით და ვენესუელაში იწარმოება ის ნავთობი, მძიმე ნავთობს ეძახიან, რომელიც ზუსტად შეერთებული შტატებისთვის არის, იქ ნუ გადასამუშავებელი ქარხნები უფრო ტეხასში არის კონცენტრირებული და მათთვის უფრო მისაღები არის და უფრო იაფათაც იყიდიან. და ეს პანამის არხის მითვისებაც ამაზე მიუთითებს და თქვენ სწორედ აღნიშნეთ რომ ესე იგი ტრამპი პირდაპირ აცხადებს რომ ეს ჩემი ტერიტორია რა ანუ თუ ის არ დამთანხმდება მიუხედავად იმისა რომ ის ნატოს წევრი ქვეყანაა დანია გრენლანდიაში სამხედრო ინტერვენციას გავახორციელებ კანადას ესე იგი პირდაპირ მოუხსნა პოსტიდან პრემიერი და როგორც კი გახდება პრეზიდენტად მე დარწმუნებული ვარ რომ ვერავინ ამას წინ ვერ აღუდგება რა აი დასავლეთში თავისი ეგრეთ წოდებული მოკავშირეები ვინც შეიძლება რომ შეეწინააღმდეგოს იქიდან გამომდინარე რომ ვითომ დემოკრატია და რაღაც ისინი ვერავითარ არგუმენტს ვერ დაუყენებენ ტრამპს რომ მან ეს არ გააკეთოს და მეორეს მხრივ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპმა ესე იგი დაიწყო ის პროცესი, ანუ ტერიტორიების გადანაწილების პროცესი, ხვდებით? ეს არის ძალიან სერიოზული სტარტი იმ პროცესებისა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მთავარი მომენტი არის, როდესაც ხდება ტერიტორიების, ანუ საზღვრების ცვლილება ხდება. და ეხლა უკვე ბულგარეთმა ამას მოყვება ჯაჭვური რეაქცია. ანუ სხვა ქვეყნები, ესე იგი ტრამპი რას იძახის, რომ ის აბრუნებს ფეოდალების დროს როდესაც ძალა წყვეტდა და რა რომელი ვიღაც დემოკრატია ან ის სხვადასხვა კონფერენცია საერთაშორისო კონფერენციები სადაც ხდებოდა დათქმა იმისა რომ
უნდა იყოს მაგალითად სხვადასხვა სისტემა, იგივე გაერო ან სხვა შეთანხმება, რომელიც მიხედვითაც თამაშის წესები. ანუ ტრამპა საერთოდ შეწყვიტა ის ერთი განცხადებით გადაჭრა ის ყველა საერთაშორისო ნორმები და თქვა რომ ამ დღეიდან იქნება აი ესე ვისაც ძალა აქვს ის შეცვლის საზღვრებს და ის დააწესებს უკვე სამომავლოდ თამაშის წესებს და განახორციელებს იგივე სამხედრო ინტერვენციას თუ ამისი აუცილებლობა დაინახა ხო? თავის ინტერესებიდან. ანუ არავისთვის უკვე აღარ იქნება ბარიერი იმისა რომ სამხედრო ძალას შეეწინააღმდეგოს. და აი უკვე ნუ ეხლა ბულგარეთი არ არის ისეთი სახელმწიფო, მაგრამ ბულგარეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ოდესის ოლქზე, ანუ უკრაინის დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის ერთ-ერთ ოლქზე პრეტენზიები რა, ნუ აი ჩემი ტერიტორიაო რა. დაახლოებით ესეთი კონტექსტი იყო. ამას მოყვება სხვა ქვეყნების განცხადებებიც. ამას მოყვა, ნუ პარალელურად მოხდა ის, რომ სირიაში მოხდა ის, რაც მოხდა, ხო? და ამას პირდაპირ ერდოღანს, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციით იმ დაჯგუფებების, რომლებიც ახლა უკვე სირიის სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ, მათ მხარს უჭერდა ერდოღანი და რომელსაც ტრამპმა მხარი დაუჭირა. კი ბატონო. და აი ესეთი პროცესები მიდის და ეს ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის როდესაც სამხედრო ძალა სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ხო იმისა რომ ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტი რომელიც დღეს ძლიერდება იგივე რაც წეღამ თქვი რომ ესე იგი საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე ყიდულობს დოლარის ნაცვლად ოქროს შემდეგ უკვე მივიღეთ კანონები ის კანონები რომელიც აძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა ამისათვის მთავარი სუვერენიტეტის სიძლიერის გარანტია არის სამხედრო ძალა რომელიც არ აქვს ეს პროცესი როცა სახელმწიფოს არ აქვს სამხედრო ძალა ჩვენ უნდა ვეძებოთ ის სახელმწიფო რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იქნება და უზრუნველყოფს საქართველოს და გარანტია იქნება საქართველოში უსაფრთხოებისა ხო ეს არის აი ესე იგი ჩემი აზრით დღეისათვის მით უმეტეს აი რაც ტრამპმა დაიწყო პოლიტიკა ეს მიმტაცებლური პოლიტიკა ამ დროს ჩვენ უნდა ვეძიოთ სტრატეგიული მოკავშირე რომელიც მაგალითად რუსეთი დღეს არის ნომერ პირველი სამხედრო ძალით ნომერ პირველი სახელმწიფო შტატებზე უფრო ძლიერი და ამას უკვე აღარავინ აღარ დაობს. და დღეს მოგეხსენებათ რუსეთმა და ირანმა გააფორმეს მოსკოვში გააფორმეს სამოკავშირეო ასე ვთქვათ ხელშეკრულება რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაყურებელსაც რო უთხრათ რომ იყოს ინფორმირებული დღეს გაიმართა ეს ხელმოწერა ირანის ლიდერმა და რუსეთის ლიდერმა ეს არის მართლაც ალბათ ისტორიული ჩვენ რეგიონისთვის ყოველ შემთხვევაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა შეიძლება იქცეს გააფორმეს სტრატეგიული თანამშრომლობა აბსოლუტურად ყველა საკითხში დაწყებული ატომური ენერგიით დასრულებული რაღაც ჩვეულებრივი ლოჯისტიკური პროექტებით ირანი და რუსეთი პრაქტიკულად ხდებიან ერთმანეთის უახლოესი პარტნიორები ამ ჩვენს რეგიონში რა შეცვლის ეგ თავისთავად ცხადია ბევრ ამას შეცვლის ალბათ რეგიონში მაგრამ აი რა საჭიროებიდან გამომდინარე დადგა მისი საჭიროება პირველ რიგში ეს არის საინტერესო რუსეთის და ირანის წინაშე და ჩვენთვის რა არის ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი რაზე უნდა ვიყოთ ამ დროს კონცენტრირებული რა თქმა უნდა, როდესაც მსგავსი სამოკავშირეო ხელშეკრულება იდება, მთავარი ინტერესი, მთავარი საერთო ინტერესები არის, ხო, აქედან გამომდინარეობს ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება სხვა ქვეყანასთან გაფორმდეს სამოკავშირეო ურთიერთობები და აქ ხელი მოეწერა 20 წლიან სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელიც ავტომატურად 5 წელში ერთხელ გაგრძელდება და ეს ითვალისწინებს, როგორც ამბობენ სამხედრო მოკავშირეობას არ ითვალისწინებს, მაგრამ ითვალისწინებს რეგიონში, ასე ვთქვათ, შეიარაღების კონტროლს, უსაფრთხოების კონტროლს, შეიარაღების კონტროლს და ამას შეიძლება მოყვეს უკვე დამატებითი ხელშეკრულება, გაგრძელება ამ ხელშეკრულებისა, რომელიც გაითვალისწინებს უკვე სამხედრო მოკავშირეობას, მაგრამ აქ არის ერთი ბარიერი ირანის მხრიდან, რომ ირანის საკანონმდებლო დონეზე აქვს ის, რომ სხვა ქვეყნის ბაზებს არ განათავსებს მის ტერიტორიაზე და ეს იქნება რუსეთისთვის ბარიერი იმ მხრივ, რომ
ნუ ეს ხელშეკრულება რატო გაფორმდა ახლა? ნუ ჩემი აზრით, მაგრამ ამაზე თანხმდება ძალიან ბევრი პოლიტოლოგი, რომ ესე იგი ირანზეც და რუსეთზეც ნუ ერთ კონტექსტში მოიაზრებოდა მაგალითად იგივე ტრამპის დროს 2017 წელს, როდესაც საკანონმდებლო დონეზე რესპუბლიკურმა პარტიამ დემოკრატებთან ერთად აამოქმედეს ანტირუსული და ანტიირანული სანქციები 2017 წელს უკვე საკანონმდებლო დონეზე. ანუ ამის შეცვლა ძალიან რთული არის. იგივე ახლა ჯო ვილსონი რო არის ტრამპის გუნდის წევრი, ის ცდილობს მან უკვე დაარეგისტრირა კონგრესში ის საკანონმდებლო დონეზე ანტიქართული სანქციები. და ეხლა ეს კავშირი, ხო, ეს სამოკავშირე ხელშეკრულება გულისხმობს და მიზანი ის არის, რომ ერთობლივი ძალებით წინ აღუდგნენ დასავლურ სანქციებს. და ეს არის ლოგიკურიც, ეს არის ასე ვთქვათ მეთოდი და ტექნოლოგია იმისა, რომ საერთოდ მტერს ებრძოლო, ხო? ჩვენც იგივე გზით უნდა ვეძიოთ აი ამ სანქციების საფრთხიდან გამოსვლა და ეს მართლა საფრთხე არის, იმიტომ რომ საქართველოს არ არის, ხო, რუსეთი, არ არის ირანი, რომელიც არის თვითკმარი რესურსებით და რომც ჩაიკეტოს, აი ეს რკინის ფარდას პერიოდი მაინც რო გაძლოს ეკონომიკა. ვერ გავძლევთ უბრალოდ, აი ელემენტარულად ჩვენ ტერიტორიაზე გადის ნავთობის, გაზის, მერე უკვე ელექტრო ის იქნება ლოჯისტიკა, ეს ენერგომატერიალები ჩვენ ტერიტორიაზე გადიან. თუ სანქციები დააწესეს, ხო, ამ ყველაფერს საფრთხე ექმნება, ხო? დღეს ანუ ამ დღეებში მოგეხსენებათ ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა აზერბაიჯანში და იქ უფრო გამყარდა ის სამოკავშირე ურთიერთობები, ეს ძალიან კარგი არის, მისასალმებელი არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოს იყოს პოლიტიკურად უსაფრთხოების მხრივ და ეკონომიკური უსაფრთხოების მხრივ, მათ შორის დაცული იმ სანქციებისგან, რომელსაც დასავლეთი იყენებს როგორც დუბინგას, ესე უკაცრავად როგორც ხელკეთს იყენებს და ეს სავარაუდო ტრამპის დროსაც გაგრძელდება. ეხლა ეს მოლოდინი არ გაქვს. ჩვენ მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ხედავთ მაგალითად იგივე რესპუბლიკელი კონგრესმენების ეგრეთ წოდებული ვითომ კონსერვატორები ხო არიან და აი საქართველოსაც ნუ ორბანი თუ თulis ოცნებას კონსერვატორად, ხო? ტრამპის უახლოესი მეგობარი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას სხვათა შორის არ დაესწრება. ნუ იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში აქვს მოხსენება, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას მოხსენება აქვს და უარი განაცხადა ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების. ნუ ესაც საინტერესო, ნუ უცნაური მომენტი არის. ნამდვილად. მან აირჩია ევროკავშირი და არა მისი უახლოესი მოკავშირე ტრამპი, ხო? და ისიც უცნაური არის, რომ თუ ტრამპი ატარებს კონსერვატორულ პოლიტიკას, მაშინ საქართველოსთან მიმართებაშიც იგივე უნდა განაცხადოს, რაც ორბანი, ხო? აი მაგალითად ეხლა ილონ მასკი, რომელიც ერევა იგივე როგორც ამბობენ აი ევროპაში, რომ მათ შინდა საქმეებში ერევა, იქ პირდაპირ დაუფარავად აფინანსებს იქ ბრიტანეთში ოპოზიციას, მხარს უჭერს გერმანიაში ალტერნატივა გერმანიისთვის და ასევე იქ საფრანგეთშიც, რატომღაც საქართველოსთან მიმართებაში ერთი ის ასე ვთქვათ პოსტი მესიჯის სახით ვერ მოხერხდა, რომ დაეწერა, რომ აი მაგალითად ოცნებას ან ულოცავს ან რაღაც რომ დაესრულებინა ეს ვაკხანალია რაც ხდება ეხლა ფული გნობა რაც ხდება ხო თუ ისინი ვთქვათ საქართველოს ოცნებას აღიქვავენ ჩვენ ეხლა ვსჯელობთ ხო ჩვენ არავითარი ილუზია არ გვაქვს და ამას ხსნი ამით რომ ამერიკელებისთვის არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტია იქნება კონსერვატორული თუ ლიბერალური ხო და ამავე დროს ჩვენ ვხედავთ რომ ზურაბიშვილი უკვე გაფრინდა შეერთებულ შტატებში იგივე მევახშე ხაზარაძე და ჯაფარიძე იქ არიან უკვე ჯო ვილსონს ხვდებიან და ამბობენ რომ აი ჯო ვილსონი ამბობს რომ მე იცით ტრამპს გავაცანიო ის სანქციების პაკეტი უკვე გაცნობილია მტკიცებულებები ვაჩვენებო არჩევნების ერთი ჩვენ გვაჩვენეთ გავს ტრამპს რო აჩვენებთ ჩვენც უნდა ყოთ რა არჩევნები გაღალდა ჯო ვილსონმა ტრამპს აჩვენა საქართველოში როგორ გაღალდა არჩევნები და სამი თვე ამას ითხოვს ხალხი გვაჩვენეთ ჩვენს დადეთ აი კონკრეტული მტკიცებულება ერთი ხო შეიძლება მაგრამ აი ეგ არის ზუსტად რომ
მეც არ მაქვს ის მოლოდინი, რომ აი ტრამპის რაც აქვს ოცნებაში მაგალითად, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ასე ვთქვათ, ამუშავების შემდეგ რაღაცა ისეთი გარდამტეხი ცვლილებები უნდა იყოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ყოველ შემთხვევაში ეს რო ასე იყოს, მაშინ ჩვენ ამისთვის მოსამზადებელ ნიადაგს მესიჯები ხო უნდა, წინასწარი მესიჯები ხო უნდა იყოს გაცხადებული. რატო უნდა მიიღონ ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე და მაგალითად რომელიმე ქართული ოცნების რომელიმე ჩინოვნიკი მაგალითად იგივე ინაუგურაციაზე, ხო, სადაც 200,000 ადამიანი ესწრებავდა, იქ უბრალოდ ბილეთს ყიდულობო. კონცერტი ხო არ არის, ინაუგურაციაზე მიდის ადამიანი ყიდულობს ბილეთს და ამ დროს ტრამპმა არ იცის და მასთვის მიუღებელი ფიგურა იქ ვერ მოხდება, ხო ესეა. იგივე ახლა სააკაშვილი რო იყო ბაიდენის ინაუგურაციაზე თუ არ ვცდები, იქ სადღაც ბუჩქებიდან რაღაც სელფი გადაიღო და აი ინაუგურაციაზე ვიყავია, მაგრამ ის ხო იქ არ ყოფილა. მაგრამ ზურაბიშვილი დაპატიჟეს და რატო ახლა? ну ჩემი აზრით ჩემს გამოვთქო იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება სულ სხვა რაღაც სქემა იყოს ისეთი რაც სიტყვაზე და ამაზეც ვისაუბრებ ამის შემდეგ ესე იგი შესაძლებელია რომ ზურაბიშვილი მათ გააპიარონ აი ამ სვლით ასევე ხაზარაძე და ჯაფარიძეც და შემდეგ უკვე აი ეს ლიბერალური ოპოზიცია რომელმაც აი 15 პარტია რომელმაც რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერეს LGBT მემორანდუმს და გახდნენ ულტრალიბერალები ანტიქართული ძალა გახდა ისინი უბრალოდ აი ნაწილი გამოყოს რამდენიმე ფიგურა და გააკონსერვატოროს რა ეხლა ისედაც რაღაც პარადოქსულ რაღაცას ვიძახი მაგრამ ეს ანგლოსაქსებისგან ეს მოსალოდნელია გესმით და გააგრძელოს ის სანქციები ოცნების წინააღმდეგ და რატო გააკეთებს ამას? ორი შესაძლებლობა, ორი ასე ვთქვათ, მიმართულება შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი, რომ ამას აკეთებს იმისათვის, რომ ბატონ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ ტრამპი, ასე ვთქვათ, თამასას წევს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივ ვაჭრობის დროს, აი ბიზნესმენები ასე აკეთებენ, რომ შეთანხმების ორ კომპანიას შორის შეთანხმების დროს ისინი თამასას წევენ სხვადასხვა ხელოვნური ასე ვთქვათ სქემებით და იგივე ვთქვათ რაღაცას ყიდის ხო და ეს უფრო ძვირად გაყიდოს იმის ფასს წევს და იმის ავტორიტეტს რეიტინგს ცდილობს აწიოს იგივე აი ამ ოპოზიციას ვთქვათ იძახეს რომ აი ოპოზიციას გავაძლიერებ რა და მოვიყვან იმ ხალხს ისევე რა თქმა უნდა ამას ვერ გააკეთებს მაგრამ ეს ხელოვნურად კეთდება რა ანუ გაპიარება ზურაბიშვილის მევახშე ხაზარაძის და იმ მარგინალების ვისაც ის ჯო უილსონი მხარს უჭერს ხო და ამბობს რომ აი ეხლა ფოტო ვნახე სადაც აი ასე ვთქვათ მაისურით არის ტრამპის მაისურით გვერდზე უდგას ტრამპი და აი მე ტრამპისტი ვარო რა იძახის და ეს იმას მეტყველებს რომ ის მართლაც ტრამპის გუნდის წევრი არის და ეს ყველაფერი რო კეთდება რა თქმა უნდა ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ იცი რა ტრამპა ეს არ იცის ანუ კიდე ვიღაცამ არის რა რას ქვია ეს არ იცის ხო იგივე ზურაბიშვილს ხო შეხვდა თუნდაც არ იცი ჩვენთვის ეგ რა თუ ეგ პირიქით უარესია თუ არ იცის და მისი სახელით კეთდება ეგ ყველაფერი და იმდენად უმნიშვნელო და იმდენად არაპრიორიტეტულები ვარ თუ არც ინტერესდება ეგ კაცი მაგის სახელით რეებს აკეთებენ აქ კავკასიაში ეგ კიდე მეორე უბედურება არის ხო ეხლა მეორე სცენარი განვიხილოთ ნუ ეხლა უფრო ცოტა ისეთი შეიძლება ტრამპი აპირებს საერთოდ რაც ნუ განაცხადეს საქსი სახელი დამავიწყდეს ეკონომისტი ჯეფრი საქსის ასე ვთქვათ საშუალებით რაც გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს არ უნდა ქონდეს არც ვაშინგტონის და არც ბრიუსელის იმედი ხო ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი ტრამპის გარემოცვა პირდაპირ მესიჯს უგზავნის საქართველოს რომ წდება სამოკავშირეო ურთიერთობები რა ანუ ის ასე ვთქვათ არ განიხილავს საქართველოს თავისი პასუხისმგებლობის სფეროთ და საქართველო იქნება მათ შორის იმ მოლაპარაკებების დროს ნუ ეხლა უკვე გარდა ბატონი ვლადიმერ პუტინისა და ტრამპისა შესაძლებელია სი ძინპინიც ჩაერთოს უკვე ამ მოლაპარაკებაში რაზეც ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ რომ მოსალოდნელია 2025 წელს დიდი კონფერენცია
და ტრამპთან ჰქონდა ეხლა ტრამპს ჰქონდა სი ძინპინთან აი რამდენიმე საათის წინ სატელეფონო საუბარი და ამის შემდეგ განაცხადა რომ იმედი აქვს რომ ჩინეთის ლიდერთან იქნება მოლაპარაკებები და მასთან ერთად მსოფლიოში ასე ვთქვათ შეეცდებიან რომ მსოფლიო გახდეს უფრო მეგობრული და მშვიდობიანი. ანუ ტრამპი ცდილობს რომ სი ძინპინიც ჩართას აი ამ მოლაპარაკებაში. რაც ლოგიკურიც იქნება ალბათ, იმიტომ რომ ჩინეთი გახდა ერთ-ერთი ძალის ცენტრი ხო მსოფლიოში. და ამავე დროს ახლა გადაცემის დასაწყისისაც მე ვთქვი რომ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ხო და ესე იგი საზმაო ანუ პირველ არხზე საქართველოს პირველ არხზე გავრცელდა ინფორმაცია ნუ მარკო რუბიო როდესაც რამდენიმე დღის წინ გამოდიოდა კონგრესში თუ არ ვცდები და მან განაცხადა რომ ნუ ესეთი ინტერპრეტაცია გავრცელდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომ შეერთებული შტატებისთვის ჩინეთი იქნება ნომერ პირველი მტერიო. ანუ მოწინააღმდეგეო. ეს ამას ამბობს მარკ რუბიო, მაგრამ დღეს აი ტრამპი სულ სხვა რაღაცას იძახის. ხო, ანუ ყოველდღიურად იცვლება და შესაძლებელია ეს იმაზე მოწმობს, რომ ტრამპის გარემოცვიდან შეიძლება მოხდეს, ნუ უხეშად რო ვთქვათ, გაფილტრვა რა. ანუ ის 30 ძირითადი მომხრისგან, რომელიც კანდიდატებად მოიაზრებს ტრამპი, იქიდანაც მოხდეს გაფილტრვა და მათ შორის იმ კანდიდატებისა, რომელსაც დღეს არიან წარდგენილი. ხო, ნუ მარკ რუბიო იგივე, რასაც აცხადებს ჩინეთთან დაკავშირების, ტრამპი აცხადებს სხვა რაღაცას, ხო? ანუ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება და ამაზე მეტყველებს. ინფორმაციის მთელი მორიგი. თუ ეხლა მოხდა, ესე იგი, შეერთებული შტატების, ანუ ესე იგი სამი ზესახელმწიფოსი რუსეთის შტატების და ჩინეთის მოლაპარაკება იმასთან დაკავშირების თუ რა თამაშის წესები იქნება პოლიტიკური რა საზღვრები დაწესდება და ეკონომიკური ლოჯისტიკური ასე ვთქვათ ხაზები იქნება გავლებული რუკაზე ძალიან უხეშად რო ვთქვათ ნუ ჩვენ გვისაუბრია ჩვენი პარტიის ლიდერებს მათ შორის რომ სოფლიო დაიყოფა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზონებად. ანუ ნუ მაგალითად რუსეთს ექნება, ნუ ამაზე მე ვისაუბრე ჯერ კიდევ 2002 წელს მოსკოვში ერთ-ერთ კონფერენციაზე გორჩაკოვის ფონდიდან ვიმყოფებოდი როგორც ექსპერტი, ესე ეკონომიკური ექსპერტი. ვისაუბრე ამ საკითხზე, რომ ესე იგი თუ ესე იგი დოლარი წვეთს არსებობას, როგორც მსოფლიო სავალუტო და საინვესტიციო ვალუტა, ამას მოყვება ის, რომ ევრაზიულ სივრცეში, მაგალითად პოსტსაბჭოთა სივრცეში, დოლარს შეცვლის რუბლი ანუ რუბლი იქნება საინვესტიციო და სარეზერვო ვალუტა და შესაბამისად ინვესტიციები მოხდება რუბლში. და საქართველოს გადავა აი ამ ეკონომიკურ ზონაში, ხო? და რის შემდეგაც საქართველოს ექნება უფრო უკეთესი პირობები, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, აი ეს რეალობა არის და ეს უკვე მეორე ვარიანტი, ასე ვთქვათ, განვითარებისა, რომ თუ მოლაპარაკება მოხდა და შტატები პირდაპირ განაცხადა, რომ ტრამპმა განაცხადა, რომ საქართველოს აღარ იქნება მისი საპასუხისმგებლო ქვეყანა და ის აღარ გაატარებს ასე აგრესიულ პოლიტიკას, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის პოზიტიური იქნება და შესაბამისად ეს კონფლიქტები, რაც იგივე მაგალითად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეხლა იძაბება, ხო, სომხეთს აიარაღებენ და ცდილობენ რომ მოხდეს დაპირისპირება რეგიონში. ეს არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს არ ეხება. მთავარი მიზანი არის ირანი. ირანის წინააღმდეგობა. იგივე ახლა ჰამასისა და ისრაელის შორის კონფლიქტი. ნუ იქაც მიდის ახლა კონფლიქტის დარეგულირების პროცესი, მაგრამ არ ვიცი ახლა ნუ რამდენად ეს არსებითი არის და რამდენად შედეგიანი იქნება, იმიტომ რომ ახლა ჰამასი ითხოვს რომ ანუ ის ტყვეების, ნუ მეორენაირად მძევლების, რაც ჰამას ყავს 33 მძევალს გავათავისუფლებო და ისრაელმა 1000 მძევალი გაათავისუფლოსო. ანუ ახლა მიდის იქ ბოლომდე არ არის მოლაპარაკება, ასე ვთქვათ, შეთანხმება მიღწეული და იქაც მიდის პროცესი და ეხლა უნდათ რომ ირანის ჩაერთოთ. აი მილიტარისტულ ძალებს, რომელსაც აი ოცნებაში ეძახიან გლობალისტურ ომის პარტიას, ისინი ცდილობენ რომ ირანის ჩაერთოს და რა არის მიზეზი? ეს არის
ლოჯისტიკური გზების გადაკეტვა ენერგომატარებლებისთვის. აი რუსეთიდან მაგალითად უკვე პირდაპირ ააფეთქეს ჩრდილონაკადი ხომ რამდენიმე წლის წინ და ეხლა რამდენიმე თუ ერთი კვირის წინ დაახლოებით პირდაპირ ზელენსკის დაავალეს რომ რუსეთიდან მომავალი გაზის ნაკადი მილსადენი რომელიც ევროპის ქვეყნებში მიდის პირდაპირ დააკეტინეს. ეხლა უკვე თუ ახლო აღმოსავლეთიდან გადაკეტავენ ენერგომატარებლებს ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ევროპას ასე ვთქვათ გადაუკეტავენ ყველანაირ საშუალებას რომ მიიღოს ენერგომატარებლები, რაც გამოიწვევს ევროპის ეკონომიკის უფრო დაცემას. დღეისათვის უკვე რეცესია არის, იგივე გერმანიაში, საფრანგეთშიც არ არის სახარბიელო სიტუაცია, ნუ ბრიტანეთში საერთოდ საწარმოები იხურება და გადადის ინდოეთსა და ჩინეთში და ეს ენერგომატარებლების შეზღუდვა გამოიწვევს იმას, რომ შეერთებული შტატები იგივე აი ამ ენერგიას, ანუ ნავთობს და გაზს იყიდის და გაყიდის ევროპაზე სამჯერ მეტ ფასად. ანუ ამას ეძახიან მოკავშირეობას, გესმით? აი, ესე იგი, შეერთებული შტატების მოკავშირე რო გახდეს ქვეყანა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უხადოს ხარკი, აი რაც გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ დოლარის სისტემით. მას მისგან იყიდოს სამჯერ მეტად ნავთობი და გაზი, ანუ ენერგომატარებლები. მისთვის იყოს ჯარისკაცები გაუგზავნოს როგორც საზარბაზნე ხორცად, რომ მან გამოიყენოს სხვადასხვა კონფლიქტებში. და მისი ვასალი იყოს, ხო? უკეთეს შემთხვევაში, რაც ევროპას ჰქონდა ვასალის სტატუსი. ანუ ვასალი რა არის ახლა? სუზერენის მოსამსახურე ერთი საფეხურით დაბლა, რომელსაც შეუძლია რომ იმ დივიდენდების ნაწილი მიიღოს, რომელსაც ღებულობს მიტროპოლია. სუზერენი იღებს ვალდებულებას ვასალის დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვასალებიც არა ვართ, ეგ არის ამ შემთხვევაში უბედურება. ამ დროს აი მე რას ვიძახი? ევროპის სტატუსი ვასალიდან მიდის უკვე კოლონიის სტატუსს. ანუ აქვეითებენ რა. აი ეს ენერგომატარებლების დაბლოკვა და ესე იგი ენერგიაზე ფასის ზრდა, რითაც შტატებმა და ბრიტანეთმა უნდა ისარგებლოს. ბრიტანეთი იმიტომ გავიდა ევროკავშირიდან, რომ ზუსტად აი ამ ამერიკის სქემაში ჩაჯდეს და დივიდენდები მიიღოს იმ ენერგომატარებლების გაძვირებით. და ამის შემდეგ უკვე თან პარალელურად მიგრანტების ისიც ხდება, რა ქვია, გადასვლა ევროპაში, ხო? იგივე ბრიტანეთში, იგივე საფრანგეთში ეს ყვითელი ჟილეტიანები თუ მიგრანტების მთელი ასე ვთქვათ აქციები არ არის, უკვე ეს არის პირდაპირი ასე ვთქვათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები და ხელისუფლებაში მოსვლა იმ მიგრანტებისა, რომლებიც დღეს ხელფასის სახით ღებულობენ სოცდახმარებას. ხო და ისინი მოდიან ნელ-ნელა ძალაუფლებისკენ მიდიან. ეს გარდაუვალი პროცესი არის. და ევროსაბჭოს პრეზიდენტი არის, მე მგონი, რო შეხედავ აფრიკელია რა. და ეს იმაზე, ნუ პარიზის მერი იყო, იქ ბრიტანეთში იგივე სუნაკი და სხვები და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის დაძირვა ხდება, შეცვლა სტატუსიცა, ანუ დაქვეითება და კოლონიალური სტატუსი ექნება ევროპას და ჩვენც თუ მივდივართ ევროკავშირის გზით, ხო? ნუ ჩვენ პირობითად ვიძახი, ანუ სახელმწიფოს სტრატეგია რაც არის, ეს იმას ნიშნავს, რომ კოლონიისკენ მივდივართ რა. ანუ ჩვენც იგივე კოლონია უნდა გავხდეთ, რაც ევროპა არის რა. და ჩვენი ლიბერალები, გიორგი, მე ვფიქრობ, ისე არიან, აი ევროკავშირმა საერთოდ თავი გაუქმებულად რო გამოაცხადოს და დაეში მაშინაც არ დაიჯერებენ, მაგას მაშინაც ევროპისკენ წავიდოდნენ. სხვა შორის აი დღეს ძალიან და ეს მინდა რომ მოვასწროთ აუცილებლად ბიზნესის წარმომადგენლების შეკრება, თავისუფალ ბიზნესი რო დაარქვეს ეხა, ანუ იმ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც არ ეთანხმებიან აქციებზე დადიან, აფინანსებენ და ასე შემდეგ. უკვე გასაგებია. მაგათი კონფერენცია გაიმართა, ჟელობდნენ რა უნდა უშველონ ჩვენ ქვეყანას, როცა ქვეყანა დგასო ეკონომიკური კრიზისის წინაშე. მე მინდა უბრალოდ რეჟისორს ხო მოგვასმენინოს რამდენიმე გამოსვლა აი ამ კონფერენციიდან და თქვენი შეფასება ძალიან საინტერესო იქნება. პოლიტიკური კრიზისი ნელ-ნელა გადადის უკვე ეკონომიკურ კრიზისში და ამას ეს უკვე იგრძნობა და თუ არ მოხდა დეესკალაცია, ეს ყველაფერი
კიდევ უფრო გაღრმავდება და მე აქედან გამოსვლა ქვეყანას გაცილებით ძვირი დაუჯდება. ეს ჩანს უკვე წვრილ და საშუალო ბიზნესზე, ეს ჩანს უკვე სასტუმროს ბიზნესზე, ეს ჩანს უკვე სარესტორნო ბიზნესზე და ნელ-ნელა, როგორც გითხარით, ეს გადავა უკვე სხვილ ბიზნესზეც და სწორედ ამას განვიხილავთ დღეს Free Business პლატფორმასთან ერთად, რომელიც ერთი თვეა უკვე შეიქმნა 2400 კომპანიაზე მეტი გაწევრიანდა მასში და სწორედ ამ კონფერენციას მასპინძლობს დღეს. იაპონიამ გააკეთა იზოლაციონისტური პოლიტიკა და ძალიან საშინელი ტკივილები მიიღო, აქ საუბარია მე-17-18 საუკუნეებზე. ჩინეთმა გააკეთა ოდესღაც და საშინელი შედეგები მიიღო. ინდოეთს ჰქონდა საკმაოდ ისეთი პროტექციონისტული, არა იზოლაციონისტური, მაგრამ პროტექციონისტული პოლიტიკა მე-20 საუკუნის 200 წლეულის განმავლობაში და საშინელი ეკონომიკური შედეგები მიიღო. ჩინეთს ანალოგიური შეფასება ძალიან რთული, იმიტომ რომ გაუგებრობაში ვართ. შიგა პოლიტიკა, გარე პოლიტიკა გაურკვეველი თემებია. იზოლაციისკენ დიდი რისკია და თითქმის ალბათ ვარც კიდეც. ის განცხადებები, რომ საუბრობენ, ყველაფერი კარგად იქნება, ეს ერები განცხადებები და განცხადებები, როდესაც საუბრობენ, თუ ჩვენი კანონები არ მოგწონთ, წესები არ მოგწონთ წადით ქვეყნიდან, ეს ჩვენთვის შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ მერწმუნეთ, რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანა. ნულახდილად ვიძახი და ამაყათ რის ხალხი ვინც ჩვენთან ერთად არის და ვინც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ერთიანდება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ანალიზისათვის მინდა ვთქვა რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანაც როდესაც სახელმწიფო საუბრობს ეკონომიკის და არის 6% და პარლამენტი ტაშს უკრავს უნდა გადმოიხედონ ჩვენსკენ ვინ აკეთებს ეს პირველ რიგში აი ამ ჭყონიას მინდა უბრალოდ გამოეხმაურო მივცე თავს უფლება აღაგე ორქას მაგონებს ხოლმე ეს კაცი იმ კინოში რო არის აი ზუსტად ეგ არის თქვენზე კი არ დგას ამ ქვეყნის ეკონომიკა დგას იმ ადამიანებზე ვინც ფიზიკურად შრომობს ამ ქვეყანას აი ნებისმიერი ქვეყნის და ჩვენი კიდე განსაკუთრებით ვის შრომასაც თქვენი თვისებთ და მდიდრდებით და მილიარდებს იდებთ ჯიბეში აი იმ ხალხზე დგას ინამდვილეში ეკონომიკა და არაფერი თემურ ჭყონიაზე არ დგას საქართველოს ეკონომიკა ეს აუცილებელია რომ ყოველთვის დაფიქსირდეს თემურ ჭყონიები და მსგავსი მავნებლები და პარაზიტები იპარავენ ადამიანების შრომას და ამითი არიან თვითონ გამდიდრებული და მე კიდე აგერ თავს გვამადლიან მართლა აი აღა გეორქა რო არის იმ ფილმში ვერისუბნის მელოდიებში მაგისი პროტოტიპი ეს რო მოდის რომ იქაც პოლიციელთან რო შევადა დაჯდება და მე სახლის კი არა სახლების მფლობელი ვარ აი ზუსტად ეგრე რო ლაპარაკობს რა და გამაღიზიანებელია უბრალოდ ის რომ მართლაც ადამიანების შრომით და წვალებით გამდიდრებული ეს პარაზიტები კიდე აქეთ თავს გვამადლიან და მე იმედი მაქვს რომ ეს მიდგომები ხელისუფლების მათ შორის აი ამ ხრივ იქნება შეცვლილი რომ წლების განმავლობაში აი კისერზე რო გვაზის ამ ხალხს მაინც მოგვაშორებენ მინდა გკითხოთ გიორგი ასეთი რამ და თან პარალელურად ნომერიც გამოჩნდება აგერ ეკრანზე და უკვე მაყურებელ შეუძლია დარეკოს კიდეც როცა საუბარი მინდის საქართველოს იზოლაციაზე და ამ შემთხვევაში აი აქ ხაზი გაესვა რომ პროტექციონიზმის პოლიტიკა ეკონომიკაში არისო დამღუპველიო ანუ სახელმწიფო არ უნდა ასუბსიდირებდეს საკუთარ ეკონომიკას ხო რა ვიცი ესეთი აღქმები მრჩება მე რომ არ უნდა დაასუბსიდიროს სახელმწიფო მაგერ რომ ინდოეთი და ჩინეთიო პროტექციონიზმის გზით წავიდნენ დაიღუპნენო თუმცა ჩინეთი და ინდოეთი დაღუპულები არიან გვეუბნება ქართველი ბიზნესმენი რამდენად არის ეს რეალურად ასე რამდენად უნდა ზრუნავდეს საკუთარი ბაზრის საკუთარი წარმოების დაცვაზე სახელმწიფო და ეს პროტექციონიზმის პოლიტიკა მე ვფიქრობ რომ ყველა დიდი სახელმწიფო ამას მიმართავს და იყენებს და რატო უნდა იყოს ეს ჩვენთვის აკრძალული ну ახლა ჭყონია ვითომ ბიზნესმენი რომელიც იმ სასმელები არც დავასახელებ შხამებია რა პირდაპირ დალევა კი არა საერთოდ არც უნდა შეხედო ისეთი სასმელებია და ჭყონია არის სულიერი ძმა იმ მევახშე ხაზარაძისა და ისინი ერთად აი ზუსტად ორი პროტოტიპი რაც თქვენ თქვით აი ორი ბიზნესმენი რომელიც წარმოადგენს იმ პარაზიტების სახეს რომლებიც აი ძარცვავენ საქართველოს ძარცვავენ ბოლო 30 წელია და იმ დოლარის სისტემაში ზიან და საზრდოობენ და იგივე რასაც იტაცებენ საქართველოს ხალხისგან ის აი ის მიდის პირდაპირ დივიდენდების სახით იმ დოლარის სისტემით დასავლეთში არც ის ბანკები მაგალითად ვითომ ქართული სახელები რო ქვია ხო ძირითადი ბანკები რომლებიც ღებულობენ ნუ
მილიარდზე მეტ მოგებას. ზუსტად ეს უცხოური ბანკები არიან და მიმართული არიან იმისკენ, რომ საბანკო კაბალური სისტემით ძარცონ საქართველოს მოსახლეობა და ეხლა აი პოლიტიკური პროცესი რო შევაფასოთ დღეს საქართველოში არსებული რომ თუ ზარი არის ეთერში შეგვიძლია შემოყვანოთ უგნებავთ მოусმინოთ მაყურებელს და შემდეგ ალბათ შევძლებთ რომ ამაზე ვისაუბროთ. გამარჯობა, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, მადლობა რომ გვეკავშირდებით. საღამოშვიდობის. მადლობა გიხდით რომ ჩემეაზის მოსმენისთვის. რა მაინტერესებს იცით? ერთადერთი შეხედავ გამოსავალს ამ ქვეყნის გაერთიანების, ამ ქვეყნის წისვლის, ამ ქვეყნის დამშვიდების, დაწნარების, კონსერვატიული ძალების, პატრიოტული ძალების გაერთიანებას. მოდი ყოველგვარი მოკიბის გარეშე რა. პირდაპირ მითხარით, რატო ვერ ხერხდება თუნდაც სოლიდარობა მშვიდობისთვის, იგივე კონსერვატიული მოძრაობა, იგივე ქართული იდეა. აი ეს ძალები, რომლებიც ნამდვილად პატრიოტული, ნამდვილად მოაზროვნე ხალხია და მოშმული ხალხი, რატომ ვერ ხდება? პირდაპირ მითხარით, აქ ამბიცია, აქ ვიღაცის ინტერესები თუ პირდაპირ თუ შეიძლება. უღმესი მადლობა. მადლობა შეკითხვისთვის. გესმენთ? თქვენს მიერ დასახელებული პარტიები, ორგანიზაციები, მე მათ კარგად ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ, წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში საკმაოდ ძნელად ხდება აი იმ ძალების გაერთიანება, მათ შორის იმიტომ, რომ ადამიანებს უნდათ რომ თავად იყვნენ ლიდერები. ეს ქართული ხასიათი გვაქვს ესეთი. ეს ერთი მომენტი და მეორე რომ ჩვენ გაცხადებული გვაქვს პარტიის ორი ძირითადი პრიორიტეტი, ხო? ეს არის საქართველოში რომ იყოს, საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა და მეორე რომ საქართველოს აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და შემდეგ უკვე სამოკავშირეო ურთიერთობები. ეს არის ორი ძირითადი პრიორიტეტი. ვინც ამაში გვეთანხმება, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შეგვიძლია დიალოგიც და სხვა მიმართულებით მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გვისაუბრია და არის ხო კიდევ ეთერში, ვასწრებთ მაყურებელს, გამარჯობათ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. მოგესალმებით ბატონო, მადლობა რომ გვირეკავთ, გისმენთ. ბატონო სენგო. დიახ. გარათობაში ჯონდი ბაღაცურია. ეს ქართული ოცნება რო იძახო 6 თვეში ამას საპარლამენტო იმას შევქმნით და 6 თვეს რო გვაქო. აი ესეთი თემები, ესეთი გამოძიება, სადაც დევს ეს საკუთები პაპერი სულსკედებზე ამას რატო არაპირებს რომ ეს ამოიტანოს და გაახადოს ხალხისთვის არის შხონია რო არის და შხონიას ბევრი გადაშაულია იმ ხაზარაზესაც არტულია და ესეთი თემები ესეთი ისინი 6 თვე რა თუნდა ამას წამოწიონ ეს და ახალმართლო ეს ახლა მოაშონა ეს სულბერები ამ ქვეყანას. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის, ამ შემთხვევაში მე დავაზუსტებ უბრალოდ რამდენიმე დღის წინ ბატონი ჯონდი იყო ჩვენთან ეთერში და სწორედ საუბრობდა რომ მას პირადად აქვს გაგზავნილი გიული ალასანიას 100 მილიონზე მეტი კონების შესახებ ინფორმაციები და საგამოძიებო კომისია საპარლამენტო კომისია რომელიც უნდა შეიქმნა საქართველოს პარლამენტში რაც შეეხება 6 თვეს ამას პროცედურა ითვალისწინებს რომ 6 თვის განმავლობაში იმუშავებს ეს კომისია და რა თქმა უნდა ბატონო ჩვენს პირველ რიგში და გპირდებით რომ მუდმივად გვექნება რა ისედაც გვაქვს და კიდევ უფრო ინტენსიურად გვექნება ხოლმე აი იმ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე საუბარი ამ პერიოდის განმავლობაში რომ რა თქმა უნდა მათ შორის ხელისუფლების კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ სწორედ ესეც საკითხებზე რომ რაც რეალურად გამოსაძიებელია ის უნდა იყოს გამოძიებული და ის პოლიტიკური თანამდებობის პირები ვისაც კორუფციაში ადამიანის წამებაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შებრავლაში და სხვა ბევრ დანაშაულში მიუძღვით ბრალი ყველა მათგანმა აგოს პასუხი ჩვენს ხელთ რაც იქნება ეს ინფორმაციები კომისიასაც მივაწვდით და რა თქმა უნდა პირველ რიგში რა თქმა უნდა და აი ბატონმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რომ განაცხადა რომ ვინც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან არის თანამშრომლებს ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სასჯელი ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება და იმაზე მიანიშნებს რომ ოცნება ხელისუფლება არის ძალიან
კაცრი მიდგომა აქვს ამასთან დაკავშირებით და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დამნაშავეები, სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეები დაიჯებიან და ჩვენ მსმენელი გვყავს ხო? კი ბატონო, ზარია ეთერში, შემოვიყვანოთ მაყურებელი, გამარჯობა, გისმენთ. საღამოშვიდობის გენსოლე. საღამოშვიდობის. მინდა დაგისვათ ესეთი შეკითხვა, შეიძლება რიტორიკულიც იყოს. იქ ძალიან ბევრი ბიზნესმენი ზის, ისეთი რომელიც თავისი ბიზნესი ააგო მიშას დროს. დიახ. სტარტაპული ბიზნესი. და აი ესა გამოსარკვევი ვინაიდან ეხლა ბიზნესმა რო დაიწყოს ბოიკოტი, უფრო მაგათ თვითონ მიიღებენ იმ ზარალს და არა მოსახლეობა. იმიტომ რომ ჩვენ დღესდღეობით ვარ დამოკიდებული რუსულ სურსათზე, რუსულ გაზზე, ნაწილშიც რუსეთიდან ვღებულობ, ნაწილს ბაქოდან და ნუ კაი თქვა რა უნდა ხნა, ნუ დაკეტონ თავის მაღაზიები. კი, ეს სისულელე, ნუ ეხლა ადამიანს სჭირდება პური, ქვილი შემოდის და ხორბალი შემოდის რუსეთიდან, დანარჩენი პროდუქცია მოდის რუსეთიდან და თურქეთიდან. დანარჩენი რა, ნუ ინგლისიდან არ შემოდის აქა კონსერვი და ჩაი და ესე შემდეგ. რა სისულელეა, ნუ კაი შეიკრიფნენ იქა რაღაცა ივაჩკა და ის რაღაცა ეს ჭკონია და მონია და რაღაცები რო დარბიან იქა გაღიმებული სიფათები და შომანიურს რო სვამენ. აი ის ჟურნალისტები მივიდნენ იქა და ჩაუ რა ვიცი, რასაც უპერიბენ კახელებს გაუკეთონ იმათ კაცო და ამით მორჩება მაგითი დიდი მადლობა. აი, დიდი მადლობა ბატონო ჩართვისთვის და ძალიან საინტერესო კითხვისთვის. აბსოლუტურად გეთანხმებით, ენერგომატარებლები, მით უმეტეს გაზი, ძირითადად შემოდის რუსეთიდან და ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია და მანიშნებელია იმისა, რომ რუსეთთან უნდა დავალაგოთ აუცილებლად სამოკავშირე ურთიერთობები და მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, ხო? და აი ეს არის ქართული ხალხის მოთხოვნა და თქვენ კახეთი ახსენეთ. ჩვენ 2015 წელს, ნუ მაშინ ერთ-ერთ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდი და ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ვიდეო კამერით, ასე ვთქვათ, სიუჟეტი გავაკეთეთ და კახეთში, სადაც აი მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და იქ უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, 90%-ზე მეტი მომხრე არის, რომ რუსეთთან მქონდეს სამოკავშირე ურთიერთობები, გესმით და ესეთი მაჩვენებელი არის მთელ საქართველოში. ნუ მე ჩემი აზრით დღეისათვის სულ ცოტა 70%, აი უბრალო მოსახლეობისა, რომელიც ხედავს ხო რა სიტუაცია არის, მომხრე არის და მოთხოვნაც არის, რომ რუსეთთან დავალაგოთ სამოკავშირე ურთიერთობები და ეს არის ერთადერთი, რომ საქართველო იყოს დაცული. ზარი გვაქვს ისევ ეთერში. გამარჯობა, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. მოგესალმებით. ალო, მოგესალმებით, ქალაქი ბათუმი. გამარჯობა, გისმენთ. დიდი პატივისცემი. სოფლიოს ერთპოლუსიანი სამყარო ინგრევა და მრავალპოლუსიანი სამყარო ყალიბდება. გამოიკვეთა სამი დიდი ქვეყანა ლიდერი, ეს არის რუსეთი, ამერიკა, ჩინეთი. ალბათ მოხდება სოფლიო გადანაწილება ყველა თავის სფეროებში მოხდება და საინტერესოა ჩვენი ქვეყანა ალბათ სავარაუდოდ რუსეთის კოლგის ქვეშ მოხდება ამისკენ მიდის ტენდენცია. აი შეხვედრა მოხდება ალბათ ახო მომავალში ალბათ 1 წლის განმავლობაში ამერიკა-რუსეთს შორის და მაინტერესებს თქვენი აზრით რუსეთი რა კეისით წარდგება ამერიკასთან და ამერიკა რა იმით წარდგება აი მათი კეისები მინდა განვიხილოთ ორი სიტყვით ახლა მამაც ძალიან პროგრამა და დასჭირდება მაგრამ აი ორი სიტყვით თქვენ დაწყეთ. დიდი მადლობა ქალაქი ბათუმი ინგა აგირდა. დიდი მადლობა კალბატონო ინგა ზარისთვის. რა იქნება პრიორიტეტები? ალბათ ეს არის ამ შეკითხვის არსი. რთულია. ყველანაირი გათვლებით რუსეთის მხრიდან პასუხისმგებლობის ეს ასე ვთქვათ ზონა იქნება როგორც მინიმუმ პოსტსაბჭოთა სივრცე და ასევე ჩემი აზრით იქნება მათ შორის ეგვიპტე
სამოკავშირეო იგივე ირანიც შეიძლება შევიდეს, იგივე შეიძლება თურქეთიც, ოღონდ ცოტა გადაფორმატირებული და შესაძლოა იაპონიაც. და აქ უკვე დაახლოებით 500 მილიონზე მეტი არის, სულ ცოტა 500 მილიონია საჭირო იმისათვის, რომ შედგეს სავალუტო ზონა, სადაც იფუნქციონირებს ვალუტა, რომელიც იქნება ყველა ქვეყნისთვის საინვესტიციო და სარეზერვო. ანუ სრულიად შეცვლის დოლარს და დაიწყება სულ ახალი ეკონომიკური მოდელი. ეხლა ეკონომიკური მოდელი მაგალითად შეერთებულ შტატებს არ აქვს. ისინი ცდილობენ რომ შეცვალონ ეკონომიკა, მაგრამ ის ლიბერალური პარადიგმა დღის წესრიგი ეკონომიკის მხრივ რომ დაასრულონ, მათ ჭირდებათ ახალი ეკონომიკური მოდელი, მაგრამ მათ არ აქვთ არც კადრები ყავთ, არც ის ეკონომისტები, რომლებიც მოამზადებენ ახალ ეკონომიკურ მოდელს. მაგრამ რუსეთში არის ეს ეკონომისტების ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ახალ ეკონომიკურ მოდელს, რომლითაც იარსებებს ის ეკონომიკური ზონა, სავალუტო ზონა, რომელსაც უხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა, მთავარი იქნება რუსეთი და შემდეგ უკვე მის გარშემო გაერთიანდებიან ეს ქვეყნები და მათ შორის ჩინეთსაც არ აქვს ეკონომიკური მოდელი. და ამაზე ახლა არ გავაგზავნებ. ზარი გვაქვს ისევ ეთერში, მოდით მაყურებელს არ ვალოდინოთ. გამარჯობათ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ. საღამო მშვიდობის ბატონო, მადლობა რომ გირეკეთ. ახალწელი და შობა და ყველაფერს ილოცავ. თქვენც ასევე დიდი მადლობა. ეხლა რაშია, რაც სავარია ამ ბიზნესთან დაკავშირებით. დიახ. ქვეყანა მიიღო კანონი, რომ წამლის ფასი უნდა იყოს რაღაც დონეზე, ხო? გააჩერა. ბიზნესენებს კიდე ვერაფერს ვერ ეუბნებიან, როგორც გინდა, რა ფასი გინდა. დაადებს და როგორც უნდა ხელფას გადაუხდის თავის მუშას. ამიტომ არია გათავებული და იმიტომ ლაპარაკობს ის ბატონი. დიახ. კოკა-კოლას რო დაკავლა ხალხი. რომ ასე იგი მე ვაკეთებ და ქვეყანა ჩემიაო. სავსებით გეთახმებით. არ იტყვიან იმას, რომ შენ ხარ ქვეყანაში აკეთებ, კი ბატონო, იყავი ბიზნესები, მაგრამ იავნა დაახშო ხალხი, არამედ თუნდა ქვეყანას როგორც გამოადგება, როგორც საჭიროა, შენ 50% კი მიიღე მოგებას. მოდი გეყოს 20 და იქნება ქვეყანას მიეხმარო ამაში. დიდი მადლობა ბატონო. ყველა უჩივიან 1 მილიარდზე საქართველოში. თვითონ რა გააკეთეს ერთი რომელიმე რა გააკეთეს? აი ეს დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო, ძალიან სწორი შეკითხვა, ძალიან სწორი აქცენტი და ამას ვამბობდი ზუსტად, რომ ჭყონიაზე კი არ დგას ეს ქვეყანა, დგას იმ მუშაზე, იმ შრომელ ადამიანზე, ვინც საკუთარი შრომით ამდიდრებს. ეს ჭყონია არის ქურდი, შრომის ქურდი პარავს იმ ხალხს თავის შრომას. უკაცრავად ბატონო თენგო, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ვიტყვი. ესე იგი, იგივე ჭყონია ეხლა ძალიან რომ ნერვიულობს და რა ნერვიულებს, იცით რომ ეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის გააქტიურება ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის დროს მიტაცებული მათ შორის აი წინა ბატონმა დასვა რამდენიმე წუთის წინ მან დასვა კითხვა დაუბრუნებს თუ არა ეს საგამოძიებო კომისიის შედეგად დაუბრუნდებას თუ არა მათ ის ბიზნესი რომელიც დაკარგეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს და მე ჩემი აზრს გამოვთქვამ რომ და იმედსაც გამოვთქვამ რომ ის ბიზნესები რომელიც დაკარგეს ამ ადამიანებმა ის უნდა დაუბრუნდეს და დაუბრუნდება კიდევაც. ეს ჩემი პირადად ჩემი აზრი არის, მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმჯეროთ ასე არის, ხო? და იგივე ჭყონია რომ გამოდის და ძალიან რომ ნერვიულობს, იმას ეს არ ანერვიულებს, რომ ის დაკარგავს იმ ბიზნესს, მიტაცებულ ბიზნესს ანუ დაუბრუნებს პატრონს, რომელიც დღეს მას იგივე მისი სასმელები არ დავასახელებ, მიტაცებული აქვს და ხალხისგან, ასე თუ როგორც პარაზიტი, ღებულობს იმ დივიდენდებს. ის დაკარგავს იმ ბიზნესს და ამისი შიში აქვს და იმიტომ ნერვიულობს და იმედია რომ ის ბიზნესები დაუბრუნდება და ყველაფერი ამისკენ მიდის რა და გამოვთქვათ ამის იმედს. მეც ამისი დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე, სამართლიანობა პირველ რიგში არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვიღაცამ რაღაც კრიმინალი ჩაი ვინმე მოკლა და ის დავსაჯოთ მხოლოდ
ათასობით ადამიანია. ქონების დაბრუნება, მარტო ბიზნესზე არა, ქონებას. კი, რა თქმა უნდა. ბიზნესი ყველაფერი რო წაართვეს და ამისი დაბრუნების პროცესი თუ არ დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი დანარჩენი ანტურაჟი იქნება მაგალითად. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი გადაცემა მიუახლოვდა დასასრულს. ვფიქრობ, რომ ძალიან მოცულობითი ეთერი გქონდა იმ ხრივ. დიდი მადლობა ბატონო თემგო, ნამდვილად საინტერესო გადაცემებია ეს. კი ბატონო. ორმესი მადლობა. შევხვდებით მომავალში. შეგახსენებთ, რომ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცსაბჭოს წევრი ბატონი გიორგი ირემაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ შევეხეთ როგორც საერთაშორისო პროცესებს და საერთაშორისო ველზე მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებს, ასევე ვისაუბრეთ საქართველოსზე და საქართველოს პერსპექტივებზეც. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.